მე ვარ მარია კასენკო, ტრანსგენდერი, 21 წლის. მე რა უნდა ვთქვა? მასაც მეტყვი წელი არ ყოფილი ვარ საფრთხეში. როგორ დაცერიალებულია საფრთხე და მე რა გწოვდი რასაც იყო. აქ რა ჩამოვედი, ვიყავი 8 თვის. რა ჩამოვედით. იქ ვიზრდებოდი პატარა ქოხში ფატიბიცალასთან. იქ ვშდებოდით ხოლმე ბავშვები რომ ჩამოვდიოდნენ სტუმრად დეიდაშვილები, ხით მოგვიწნა ბაბუამ და იქ თონეში პროსვაცხობდით ხოლმე. აქ ვიცხოვრე 8 თუ 9 წელი. იმიტომ რომ მე 9 წელს მოვწავედით 10-ის ხდებოდი, აქედან წავედით. ეს ზოგი ის დღე იყო. დამთავრდა ბედნიერება, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად ვიყავით და იქ რო გადავედით, უკვე დაიწყო არეულობაც. ეგ დავბრუნდით ხოლმე, თამაშობდით. პირველი ჩემი შრომი თვალიც აი აქ მაქვს გადაღებული, აი აქ დავეცი პირდაპირ, აი კილკითა რო ჩავდიოდი. ამ კიბეს ჩამოვარტყი და წავიგამსო ქარმა წამაქცევა ძალიან პატარა ვიყავი. აქ ბუხარი გვენთა ხოლმე შავი ის დღემდეა დარჩენილი. ბუხრის კვალი პატარა ფეთში დენი რო არ ქონდა ხოლმე ამას ვაცხელებთ ხოლმე წყალს და ისე ვიბანდით. ძალიან მოფუჭებულია. თან ჩაკეტილი აქვს. აქ თეთრი ბალი იყო, რომელიც ყველასთვის მიყვარდა. ეს ჩემი პირველი ლოგინი, სადაც ჩამოწინეს დღემდე შემორჩენილა. აი ეს. აი აქ. ამაში მე ბიზაშვილო ჩამოდიოდა ხოლმე, ბიზაშვილად თამაშობდით ხოლმე ამ ლოგინში. სტუმრად რო ჩამოდიოდნენ. დღემდე შემორჩენილია. ასენა გავაყოთ. აქ ვიმალებოდი ხოლმე, კუკუ დამალობანას ვთქვათ თამაშობდით ბავშვები, აქ. ავხდით ხოლმე, მას ჩემი და ამხდით ხოლმე და მე შინ დავწვევდი, მე მაფარებდა ხოლმე და მომედ ვავიწყდებოდი რომ აქ ვიყავი. და მტოვებდა ხოლმე საათები აქ ვიყავი. აი ამას იქ ტალახები გროვდა ხოლმე წვიმაში და საქმეს ვაკეთებდით, აი ესებურევდით. ერთ წელი შემორჩენილა. ეს უნდა წავიღო. ზოგადად საფაშო დავბრუნდებოდი არ მეკონა არასდროს, ანუ იმის მე რაც წავედი. მაგრამ ესეც არ ველოდი, ესეც არ ველოდი, იმიტომ რომ ეს ახლა ძალიან სავსე იყო. როცა ეს საფელი დავტოვე, უკვე მივხვდი რომ აი და ეხლა ვხვდები რომ თუნდაც ბევრი რაღაც დავკარგი, მაგრამ თავარი რომ ერთ-ერთი ადგილი სადაც კარგი მოგონებები მაქვს. ანუ ეს მაქვს კარგად დასამახსოვრებლად მე სოფთან აროს არ გავუკვდივარ და იმედი მაქვს რომ ოდესღაც კიდე რომ მეოთხედ მომიწევს ჩამოსვლა ესეც როგორც ვარ მიმიყებს, იმიტომ რომ სოფელში მე ცუდი არასდროს არ გამიკეთებია და სოფელში ნაცემი არო, სოფელში არაფერი, ანუ არავის შევაწყფა არ მიმიყენებია.
გამოხდება მომდამის ეს. ეხა მომენტ რო იყოს საშუალება რომ აი ჩაოლებად ისევ შეკრული ოჯახი იყოს, რაც მიუღებელი, ანუ არ გამოვა, იმიტომ რომ მშობლები დაშორებულები არიან, მამას მეორე ცოლი ყავს, დედა კიდე საზოგადოებრივ ცხოვრობს, აქედან გამომდინარე არ გამოვა, თორე აი დიდი სამონებით ოჯახთან ერთად ისევ დაუბრუნდებოდი და ეღონ ესე როგორც ვარ. Алло. Алло. ხო. არაფერს სახში ვარ. არაფერი, ბახმალიაზე ვარ. მე ჩაშინე. კი 8 საათზე. კი 8 საათზე მოვდივარ თქო. არ მიყვარს ხოლმე ტიპის რეცვა. შესაძლოა ეს რაღაც გამოიგონონ, რომ საკმაოდ ჭამოთ და აღარ გავიღებ სკოლით. და მე არ ვიცოდი თუ მე კანონით იჭება, როცა ბინას არ გვაქირავებენ ჩვენ. თორე ეგრე ალბათ ყოველ 10 ადამიანზე მაგ დროს ეჩერებელი, იმიტომ რომ სულ არ მეძლევა ხოლმე ბინას. ანაგრამას კატოს ანუ დაგაგესაუბრება და როარ დაგზავნოს იმის გამოგებუნება ვარსო ტრანსი ხარ. რა თქმა უნდა, გეუბნება რომ იცი რა, ანუ ყავს კიდე ერთი თეორია, რომელსაც უნდა და მოდი იმასაც ვანახე და საღამოს დაგირეკავ, გეტყვი პასუხს საღამოს კი როგორ ეკავ, ტელეფონი დაბრუნებული აქვს, ან გეუბნება რომ არა. ეგეთ რაღაცებს არ ხდება. Алло. Алло. მე ვარ. მერე მან წერია ყველაფერი გაგვარეთ. მეგეც წერია მან. ოკეი, კაი დროებით. პირველად სტამბოლში წავედი, ვიყავი 7 წლის. დედამ წამიყვანდა და ჩემი ყველა სტამბოლში ვარ წლებია. მაშინ გავიგე პირველად სტამბოლი რა იყო. და მე წამიყვანა ვიყავი 11-ის, მე დაბადებსა გადავიხარე საქმე ისე წამიყვანეს ვიყავი 13-ის, თორემ ხდებოდი და უკვე დავჭით რა იქ. თუ ამაფრო ტრანსი ხარ, იქ ცხოვრება გაიკეთო, პირადობას გთხოვენ რომ ანუ შეცვლილი ქონდეს. თუ მაგიტო პირადობას ვცვლი და ანუ როგორც კი ავიღებ ეგრე რა. ოღონდ ეხა წამი წასვლა არ იქნება მაშინდელი წასვლა, მაშინ წავედი მე უკვე 4 წელი იქ ვიყავდი. ეხა თუ წავალ ალბათ გასამაგდება ან გაუთხმაგდება ის დრო რაც ვიყავი. ძალიან დიდი ხით ვაპირებ წასვლას. გაიშნა ხასიათზე არ შეიძლება თელი დღე მაკიაჟის შესწორებაში ვიყო. ანუ ყოველთვის მოვიშორო ეს თავიდან წავისო, გააჩნია ხასიათზე. მაგრამ ამშვიდობს ხოლმე მაკიაჟი და ანუ ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ არ მომწონს, შეიძლება შევიცვალო და კიდე თავიდან გავიკეთო. მოგასკენ დაგისხებასა და მოხსა კაცზე ცხოვრობ. და იქ კროქსი დაარტამახნო, შუქშან და გავჩერდი მანდამაიზა, მე რომ მანდამაიზ მაშინ აინთო ეს წითელის და გაჩნდა გვეთ მანქანა 7 აკაციში და აი გუშინ როსოდი ხმალიან თქვენ, აი ცოტასე გამომივარდებოდი მანქანიდან.
აი პედაგოგის გამიჩნდა ფანჯა მიყოთ აი რა ის იგინებოდნენ ასწავლებენ მეძახს აი ვოლოცლობ დროზე აინტერესო წავიდეს მანქანა ვეუბნები რომ გადი იქეთ პატრული იდგა გადადი წითელზე თუ რამეა და პატრულს ვეტყვით რომ ესე მოხდა და ესენც გაჩერდებიან მაშინ მეთქი და არავითარ არ წავიდა ტაქსი და ის შემაშინეს ისინი რომ გადმოსულიყვნენ მანქანა და 8-7-8 იყვნენ ახალგაზრდები 200 წვევი იძახეს იმდენი პრობლემები აქვს ნუ შეეჩვენ ეს არის ამათვის ნორმალური ცხოვრება რა პრობლემებში ცხოვრობა რა და აი უკვე როგორ არიან იცი რომ აი მარიას როგორ ლაპარაკებოდი გასწრობსაც რა ნუ აი ყოველ დღე 10 კაცი ვირეკავს გვაგინებს გვემუქრება დღეში ქუჩაში რომ გამოდივართ იქ ვიღაცა გვაგინებს იქ გვაგინებენ იქ მარკეტში რომ შევდივართ იქ დაგწინიან აქ და აი სულ და ნუ ამათვის უკვე აი ნორმალური ცხოვრება არის რა ჩვენთვის ხო ეს არის რომ ახლა აღმოჩნდებელი რომ ვაიმე ვიღაცამ შეგვაგინა რაღაც ტრამვა და ამათვის იმდენად ხშირი არის ეს რომ უკვე აი აღარც ამჩნევენ ყველაფერს რა და ნესუ ეხვეწები რომ მოიტანონ ესეთი ისტორიები ჩვენთან რაღაც სამართლებრივი ქმედის მსვლელობა მივცეთ ამათ რომ ვიღაცები დაისაჯონ რა ამისთვის რომ მე შეეშინეთ ვიღაცებს რომ ისინიც დაისჯებიან და ეხა ყოველ იმაზე რომ ამათმა წერონ ესე განცხადებები ფაქტიურად პოლიციის განყოფილებაში ნუ იცხოვრონ I'm going to talk slow, really slow, yes? And we're going to revise, we have present simple and present continuous. Now, English has 3 kinds of times. If an action is repeated, what does it mean, repeat? Replay, repeat, it's present simple. And if it's happening right now, it's in the progress, then it's continuous, yes? Present simple is identified by S, and present continuous is identified by to be plus ing. No. მივიღეთ ცნობა, რომელთაც მომწეს, რომ ვარ ჭეშმარიტ ტრანსექსუალი, ან დავამტკიცე მედიცინულად, რომ ვარ შინაგანად ქალი. ეხა ხვალიდან დავიწყებ ჰორმონული თერაპიას და ეგ იქნება და ეგ всё. მედიცინურ დონეზე გადამტკიცებული ვარ 2 ქვეყნის რო ვარ ტრანსექსუალი საქართველოში. რა ესეთი კითხები დასვა, რაც ძირთად უნდა ახასიათებდეს რა. ადრე როგორი იყავი, რომელსაც მიხვდი, რაც იყო, მაგრამ დადებითი იყო ძალიან. ანუ განწყობა კარგი ქონდა ჩემს მიმართ. ეგ იყო და ეგ თავი. ხაი მომენტ შეიძლება დადიხარ ტრანსპორტში და მე რატო არ ნავდიოდე. განა მიტყდება და არ დავდო. მე ზის სამთვივლიდი მეტროთი რო იყოს შესაძლებლობა და მეტროში მე ამცემს და არ ჩამქოლავ და არ გათამაგდებს ლიან დაგებზე. ხო ანუ რო იყოს მეც მინდა, განა არ მინდა, იმიტომ რომ უფრო მეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან რა. ანუ არ მეც არ დავხარჯავ ტაქსებში დღეში 50 და 100 საათში წასვლა რომ მოსწორო მიწევს რა რაღაცა. ვაგზალზე რამდენად გახვალ? მე ვითხოვ არა მცირესობის უფლებას, მე ვითხოვ როგორც ქალი ისე მქონეს უფლება. ირადობაზე არ მქონეს სქესის შესაძლებლობის პრობლემა, სახელზე არ მქონეს, რაღაცაზე არ მქონეს, ანუ არ მჭირდებოდეს ყველგან ვაფიქსირებდო რომ ვარ ტრანსექსუალი. ანუ პირადობას მიცემ იმ დონეზე უნდა იყოს კანონები და განათლება, რომ პირადობას მიცემ და ხედავს რომ ფოტო ეს ასახელი ეს მამრობითი, გონა ხდებოდეს ადამიანის ტრანსექსუალია და აღარ კითხოს ზედმეტად. აბა როგორ კარგად კებიკებ. ფერი მითხარი და იმის ფერი. ხია, მინდა რომ ძალიან ის არ მინდა, კრამის ფერიც იქნება, კაია. კანის ფერი გინდა? ხო. აი ეს ფერი მაქვს. ისინი მინდა რა თეთყავის კებიკები გააქვს. კი. ამის გადაჭრა ხო შეიძლება ის? როგორ არ შეიძლება, უბრალოდ ერთი იმას გავუკეთებ. აი, კაი ხო ესე აი რა თილარი. ხო რა,
საათლარი მე. ხო, ხო მეთქი ხურდაბათ მიცემ თქო მე მინდოდა და არ მაქვს მოხურდები. მშვიდობაში ჯანმრთელობაში. აი მაგ. ლარწი აღირს. ეგ დედიკო 2 ლაჩი. ეგ 3 დე. ესენი რა ღირს? ძალიან მაინტერესებს ყველა კიდურობს და მეც მაინტერესებს. ჩემი ნამაზიკო. აჰა, მადლობა. მე პირადად მისჩემია ფიზიკური ძალადობა იყოს ვიდრე ის ძალადობა რაც დღეს ხდება, იმიტომ რომ ეს ამართულია ფიზიკური რჩება. ფიზიკური რჩება მოირჩინო, ჭრილობა გქნო მოირჩენ, მაგრამ ფსიქოლოგიურს ვერ მოირჩენ, ანუ რჩება და გამახსოვრდება. აი დღეს მომენტ რომ გავედით და რეაქციები რაც იყო, ხა მე ეს რეაქცია მომდენო მაგზავნდეს სანამ არ გავა, მომდენ მიმახსოვრება და ანუ რომ ვიცი რომ გავიდე, მახსენდება ორი კვირის რა რეაქციები იყო და ველოდები იგივე რეაქციას. აი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე შეიძლება სუიციდამდეც მიხვიდე, შენი თავის შეგზიზღდეს და 100-100 კაცი გეწინააღმდეგება მომენტ შეიძლება იფიქრო რომ აი თუ ესეთი მიუღებელი და რაღაცა რომ მოდი რა აზრდებ ჩემს ცხოვრებას. ამ დროს ჩემი მეორე ხმა მეუბნება უცებ რასაკეთებ და უცებ ისეთ ენერგიაზე მომდივარ, რომ უფრო კიდე გავდივარ ქუჩაში. აი ჩემი ადგილი რა პრესტიჟია. გამომესწრება. ლობი ჩამდება. აი მადლობა. გატინოა სათაური რა არის? ჯაკისტაიანაითა ნახლა. მე ახლა ვიწყებ ახალ ეტაპს ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ეს წლები რაც გავიდა, ეს შედგე ტრანსექსუალი ვიზუალურად რაღაც სტილი აირჩიო რა რაღაცა და აი უკვე ამ წლების მერე გიწევს იბრძოლო უკვე იმისთვის, რომ აი ბედნიერი იყო. ანუ სიყვარულის პრობლემები მოაგვარო, იქ ფინანსური პრობლემები, ოპერაციები, ანუ ეს ყველაფერი უკვე მიწყო მეორე ეტაპი და მესამე ეტაპია ის რაც რეალურად შეუძლებელია, მაგრამ ალბათ უნდა იყოს შესაძლებელი, მაგრამ ნუ არ არის. ეს ოჯახი სიყვარული ეს მესამე ეტაპი, იმიტომ რომ მომენტ თუნდაც ოჯახი კი გაგურთერთ, მაგრამ მათთანაც ქუჩაში ვერ გეტიხარ. მხოლოდ დაფარული ურთიერთობა. ანუ ყველასთან ზედათ გიწევს თუ გინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს დაფარული. მე ამ დაფარულის მომხრე არ ვარ და რაღაც ეტაპზე მთავრდება რა ეს ურთიერთობები, თუნდაც მეგობრებში ერთხელ ვეთქვი გამოდი გავიდეთ მეორჯერ სამჯერ, უკვე მეთქვი ვიღლები და აღარ ვეუბნები და მხოლოდ მან ძალიან შორს ვიწევ და დრო გადის და უკვე მთავრდება ეგეც. აი მე რა საყვარელია? და მინდა რომ მქონდეს სალონი. თან ძალიან მინდა. თან სალონს უხდება სახელი მარია. ჯერჯერობით 1-2 წელი ჭირდება მაგ საქმეს განსახორციელებლად სალონი. ეს პატარა ფაქტი. ასე ჩამიყოს რა კაი იქნება. სტილისტი ვეჭველი ერთი ბიჭი ერთი გოგო და ბიჭი უნდა ქონდეს თმა მელირება. სალონი რას მომცემს? პირველი იმას მომცემს რომ ანუ ესე პირდაპირ ტრანსექსუალზე არ იქნება პირდაპირ მიარლი სექს მუშაკი, ანუ უფრო სხვა მხრივ წაიყვანს უკვე ანუ საზოგადოებაში რომ აი სხვა შეუძლია ამას რაღაც ისეთ საქმე წამოეწყოს რაც სხვასაც შეუძლია. რატომაც არა? ნუ ეს რაღაც ხონდა შექმნა ისეთი რომ აი მქონდეს შენი რამდენი წლის ესე ყველა ხო შეწირავ რაღაცას. კაცურის ჩავუტყო. და ხა დავლიო. ჩემზე არ შეიძლება, მაგრამ დაბლიოთ. ბევრი კლიენტები ყოლებს დავა. ანუ ქოთანე. აუ. თუ ჭანაში დავდივარ, მაგრამ უფრო კარგი სიტუაციაა. იქ არ გაქვს პრობლემები? არა, ცემა რაღაც არა. ცემა არა, ჯერ არ ვიცი, არ ვიცემი და თუმცა გაიგებ.
Ოცას ის გამეშინია იქ შესვლა. ნეტაში არის იგეშინი. ის შიგნით. შენ სადაც ისე მოკლეს. ხო, ისე ვერ გავდივართ ელბაქიცას და გაგვაშავოს კოტრონებს და გავაშვებენ ციგთან და გცემენ და აზრი. არ შემიშვის მაგისგან. აი ესეთი სათქონდა. არა, იქ ვისინჯავთ. არ მიყიდია ხალუჯერ, ვისინჯავთ პროსტა. პროსტა ის გადაიღო მაგის ხელი გეოდნობას წიეთახის. ბოდიში. ეცებს საკ გადავიღებ. უთხრები და ჯავან მაგრად ხო იცი. რა ვქნა ხაბამდე ხ გამოვედი და. ეხლა სად დღეს გადიხარ ხო უკვე? ხო, კი. მე არ გავდივარ, დავასწრე და ხაშაში მივარ. თელ დღე დავიღალე დღეს. არ სვამ? მე როგორ არ ვსვავ? დაბლერა. ეს რო გავიკეთებ, აქ აღარ დარჩები ეს უცი. მაგაწალე. სად მიდიხარ? თავი სადმე წავალ. მე ახალი რა? მე ახალი გაგნაბიდე. ნავის თუ ხებეტა. ალიო. მე ვარ. წერია მანდ. მე მაგის პასის წერია. და როდის კიდე ნახო? დაასხმით გახოთ. ეხლა არ მცადე დაკათავ და მე მეცდილ წუთაში. კაი. მე სამი ჭიქა და მაშინ მე ვიტყვი, კაი? კაი. მე სამი ჭიქას ხო რაღაც მომხამე ყოველთვის. აუ დაიწყოს ახლა. მე თქვი კაი ხო? ამოდ მაშინ ჩვენი გოგოების ხსოვნა არ დავწყება იყოს. საბის, ბიანკას და ზიზის. და მაკამამუკას კიდე არ იცნობდი, მე 4 ადამიანი. ვინ? მაკამამუკა. ეგ ვინა? ეს ძალიან ძვირია. ლია მარიც ახლა აქ როთო გამოდოდა ეგეთ მაგას საქმეა პრობლემა. არა, ძალიან მაგარი ხალხია. დავა კახს რომ გამოვიყო მე. ძალიან მიყვარს. ვინ? ლია ხო? დიასავით ჩემი ხაზზე იკავარ მართლა. დავიკება განვიდით ხო. სანამ გარეთ გავალთხო მე მარტო სამი საყლებს როცა მიდوارთ, მაინც ფიქრობთ, აი ყველასთვის ემზადები. შეიძლება დანა დაგარტყას ვიღაცამ, შეიძლება რაღაც კი დაგცემოს. ამ ემზადები იმისთვის, რომ რაღაც გელის. მაგრამ მაინც გადიხარ და რისკავ და საქართველოს ცოტა იყოს ესეთ ფორმაში ტრანსი გახვიდე ქუჩაში, ცოტა იყოს სარისკო კი არა, აი 100%-დან 100%-ია რისკი. საქართველოს კიდე რა იყოს ისეთი სიტუაცია, რომ ქვეყნებში რო არის აი სამსახური იყოს. ლიაკო ანუ არ დავიწყებთ ქუჩაში ესე თქვა მასთან რა. მოდი ეს დაჭიქი, ახლა მაშინ არ გამოჩნევ. ნუ გეშინია დაჭიქი, მოდი ხალე. მე შეგაგია. ჩვენ აი მაგარი ხაზზე იკარასაც თქვი, აი დედასავით არის. ხო, დაგწევთ მე რეგაი. სულ გაჩხდება, მაგრამ ნუ აზრი. ნიკა ხო არ დაანეო. რამდენი? ესე რამდენს გაუძალი ლიადეი და ჩვენს გამო არა? ძალიან ბევრს. მეზობლებიდან აი რა პრობლემები ძალიან მაგარი ხალე. ხან რამდენს უძლებ და აი რა გექნება ხოლმე პრობლემა? ვიცი ახლა მე სხვანაირად გიყურებენ ხო? მე არ მესმის რატომ უნდა მიყურებდნენ ამე რატომ დაუყურებდა ეს ვერ გავიგებ. ხალხი. ჩვენ არ ვიყავ და არ ვწევართ მაინც. ხო, ფაქტია ეს საქართველოს საქართველოს შეგვექნა მარტო პრობლემა რა. შენ გისწორდება ახლა კაბის ჩაცმა და ჩაიცვი. მე მისწორდება ახლა ქუდის დახურება და დავიხურებ ქუდს აშვილება. ყოველს თავის თავი არ ვეყნა შეურაცხყოფა და არაფერი მე იმაზეც გამიჭედეს ბოტასებით რომ დავდიოდი რომ ჩამოვედი. ბოტასებით მოდიხარ? ხო, ბოტასებით მოვდივარ. ძალიან ბევრი გაჭირება, აი ტყეშიც კი მძინებია და სხვისი დუბლიონკაც კი მფარებია რომ არ შემიძლია. კარდონები რომ მოგპარეს. კარდონები და ისე ტყეში, მაგრამ არასდროს არ მეფიქრია რომ აი წავალ სოფში დავჭდები, იმიტომ რომ მიჭირს. არასდროს არ მეფიქრია. იმიტომ რომ მე ესეთი ვარ, ესეთი დავიბადე და ესეთი უნდა მოუკვეთე სანამდე ვიცოცხლე. ალიო. კარგა, ჩარება ხარ. ვერ გიცანი? საიდან ვიცნობთ ერთმანეთს რო? ანუ სახელი და გვარი მითხარი. ხო, გამახსენდი, მაგრამ არაფერი არ გემესეჯა ესეთ რო გამახსენდე ზოგადად. ახლა რატომ მირეკავ მითხარი? ახლა რატომ მირეკავ მითხარი, თქვა რომ გავახსენე ჩემი თავი. მეორე შანსი გინდა? წავედი საჭმელი მომივა ახლა. ალიო. პირველი საათი იყო რომ შევედი დაწყებულიყო პირველი იყო რომ შევედით კლუბში.
აი კლუბში შევედით რა ეგრევე დაიწყო კონფლიქტი. ანუ მოძახილები ესა, ნუ ჩავედით თუ არა გქონდეთ გარდარო-ფამდე არ მსული დგას ჩემი ერთი ტრანსი მეგობარი, ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი, კიდე ერთი ჩვენი მეგობარი ტრანსი, ანუ ქროსმოდერი და ეს გეი, მაგრამ ამას მის ვაფშე არ ვიცნობ, არც კი მყავდა სადმე ნახე, არც Facebook-ში, არცად. და ანუ ამ ტრანსეობნები რომ რა შვები და წამო დავილიოთ მეთქ რაღაც გავერთოთ თქო. შენ ვინ ჩემ ფეხები ხარო? ანუ ჩემ მეგობა ტრანს უთხარ, ანუ გავედით მეთქ ხელი მოვკიდე, გავდიოდით. აი ამ ხელის მოკიდება იყო და თავის შემოწოდა ეს ტიპი აი SMS-ა პირდაპირ მარჯვენა მხარეს, აი აქ ამოდგეს. ვაიმე, აი ყველაფერი დავკარგე იმ წამს. მეც და ხელს არ მიშობს, იმენ მათრევს, არა გემრიელად, ოღონ კარგად. ნუ კიდე კარგი მეგობრები იყვნენ, გამაშველეს. გამოვედი გარეთ, მე ბავშვები იდგნენ, მახსოვს კარგად და მეუბნები, მარე დაწნარდი რაღაცა ესა, მახსოვს რა პატრული გამოვიძახე, წავედი განყოფილებაში, მაგრამ აი მე არაფერი არ ვიცი ჯერ, აი რა ვიცი მარტო თმებში რომ მომკიდა ხელი. იქიდან გამოსული მირეკავს ერთ ჩემ მეგობარ ტრანსს რომ მარე თმა გაქვს თავზეო? რატომ მეკითხები მეთქე? მთელ კლუბის კიბებზე შენი თმები ყრიაო. ეს ვიკიდებ აქ, ანუ ეს ხელი მოვიკიდე. აქეთ მაქვს, მაგრამ ცოტა რაღაც ხელი მომეჩვენასავით. ნუ რაც იქ კარებთან მომიტანეს ბავშვებმა, ეგ თმა იყო და რაც კიდე აქ სახში დავარცხოს ჩამომძრა. კიდე რამდენი დავკარგე ღმერთმა იცის. ჩემი თმები. ერთი კაფსულა 4 ლარი ღირს. ერთი ცალი ესე და თავზე მაქვს 620 ცალი. მე ავყრი ამ თმას, იმიტომ რომ დამჭირდება ესე რა შევისო, მაინც ქედა უნდა გავიკეთო. 0-3 2-5-54 ეს ეპიზოდის ამის ნომერი. ალიო გამორჩევთ დიდი პიცა მინდა. ერთის მინდა რა ქვია ხბოს ნეკნები აჯიკეთ კეთზე. ოღონდ ისა რა ქვია კონტეინერში ჩადებენ ნეკნებს. ის აჯიკეზემდან არ დაასხან, პროსტა წაუსვან. კი და ბოლო მისამართი რაცა იმაზე ხოჩიაზე. გამორჩევთ შეკვეთა თქვენია, ხო? რამდენი სა? ბატონო, რამდენი სა? შეკვეთა. ალიო. რომელი ხარ? ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლეა, არ ვიცით რა დროს გამოგვასამებენ სიცოცხლეს, რა დროს რა მოგვივა, რა დროს რა უბედური შემთხვევას დააბრალებენ, აქედან გამომდინარე პირველ რიგში დაცულები როცა ვიქნებით იმის გამო, რომ ვიცოცხლოთ და შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა იმის გამო, რომ იმისთვის რომ ვიყოთ ცოცხლები, თავარი ეს არის, რომ შევძლოთ და დანარჩენი შემდეგში რა თქმა უნდა.